ზუსტად 14 წლის წინ კრიმინალური ორგანიზაცია ქართული ოცნება დარეგისტრირდა პოლიტიკურ პარტიად. ზუსტად იმ დროიდან ლეიბორისტულმა პარტიამ დაიწყო ბრძოლა ივანიშვილის დასანქცირებისათვის და აღნიშნული პროცესი ახლა უკვე ადის პიკზე და კულმინაციაზე. ძალაუფლების და ქონების დაკარგვით დასტრესილი ოლიგარქი მოსკოვის დახმარებით, რა თქმა უნდა, არც მეტი არც ნაკლები გადასარჩენად მიადგა ტრამპის საოჯახო კომპანიას და გაფორმებული კონტრაქტით მის მიერ თბილისისათვის წართმეულ იპოდრომზე აშენებს ტრამპ თაუერს, ცათამბჯენს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მისი ოჯახის რეპუტაცია. გაგზავნილი იქნა სპეციალური მიმართვა რამდენიმე საათის უკან ამერიკის პრეზიდენტზე, სახელმწიფო მდივანზე, კონგრესის და სენატის ყველა წევრზე და ამერიკულ მასმედიაში. მოთხოვნით და თხოვნით შეწყდეს აღნიშნული კონტრაქტი და არ იქნას გამოყენებული ეს ავტორიტეტული ხაზი ამერიკის ხელმძღვანელისა ივანიშვილის კრიმინალური პუტინისტური რეჟიმის გადასარჩენად. მინდა ყველა მიცოდეს, რომ ვერც ერთი ცათამბჯენი საქართველოზე მაღლა ვერ აიწევა ვერასოდეს და ქართველი ხალხი ამერიკელი მეგობრების, ევროპელი ხალხების დახმარებით მიაღწევს იმას, რომ ქვეყანა განთავისუფლდება აი ამ ტარტაროზებისაგან. ახლა მთლად ანეკდოტია შემადგენლობა აღნიშნული კონტრაქტის მონაწილეების. არაბების ჩამომყვანი მშენებელი მაფიოზა, ქართული ოცნების დამფინანსებელი წულაია, რომელიც წარდგენილია სანქციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში. ნავთობ მაფიოზა, ქართველი ერის ეკონომიკური გენოციდის ავტორი, რუსული ნავთობის გამსაღებელი, მუდმივად გაღრეჭილი ფხაკაძე და კალათბურთელი, საუბედუროდ ეს სპორტსმენები გახდნენ ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ბედისთვის. კალათბურთელი ფაჩულია, რომელიც ახლა დაკავებული არის რაჭის ხეობების დატბორი და ჰესების მშენებლობით. ამერიკის მხრიდან ერთ-ერთი პარტნიორი აგრეთვე აქედან 70-იან წლებში წასული ქართველი ებრაელი ძალიან საინტერესო კაცი, რომელიც გახდა მერე ოლიგარქი, რუსი ოლიგარქების პარტნიორობით და რუსული ნავთობის გაყიდვით. ახლა ცოცხალი აღარ არის და მის შვილს გაუგრძელებია ეს ტრადიციები და ერთ-ერთი პარტნიორია და რა თქმა უნდა ტრამპის შვილი ერიკ ტრამპი მონაწილეობს აღნიშნულ კონტრაქტში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მეგობრებო, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ პირველ რიგში და მერე ამ ბრძოლაში მხარს დაგვიჭერს ამერიკის პრეზიდენტიც, ევროპაც და მთელი დემოკრატიული მსოფლიოც და არც ერთი წუთით სანამ ეს ვერაგი ავაზაკები ხელისუფლების სათავეში არიან, არ შეიძლება მოდუნება, მოშვება, თვალის დახუჭვა და უყურადღებობა. ძალიან საშიშ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ალბათ ძალიან ბევრს გახსოვთ 2012 წელს ივანიშვილმა ჩაშალა ტრამპ თაუერის მშენებლობა ბათუმში, რის თაობაზეც დონალდ ტრამპი აქ იყო ჩამოსული, მოხდა პრეზენტაცია ამ პროექტის, გამოვიდა ოლიგარქი ივანიშვილი და განაცხადა, რომ ტრამპი არის კორუმპირებული, რომ ეს არის გარიგება ქვეყნისთვის საზიანო და შეამკო სხვადასხვა კომპლიმენტებით ჩვენი მეგობარი ქვეყნის მაშინ წარმომადგენელი, ბიზნეს წარმომადგენელი, ახლა უკვე მეთაური. შესაბამისად, მეგობრებო, არ არსებობს გზა, რომელიც ჩვენ დაგვავიწყებს მთავარ ამოცანას, ჩვენი მომავლის, ჩვენი ერის, ჩვენი ისტორიის მტრის ივანიშვილის რეჟიმის მოცილება, რომელსაც უკან უდგას პუტინის რეპრესიული სისტემა მეზობელ რუსეთში. აი ამ ჭირის მოცილება იქნება გზის, გულების და მომავლის გახსნა და ჩვენი ქვეყნის
გამარჯვება სიბნელესა და ბოროტებაზე და ეს აუცილებლად მოხდება, არავითარი ტრამპ თაუერები და სხვა პროექტები თავის გადასარჩენად შემოხაზული არ უშველის ამ ბოროტებას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.